Bonjour, წიტა მეცის გიორგი მეორე. შენი და გიორგი მესამის აბუს ზარზი მივნახე გამოტოვებული. სალამი ჟორჟ, ხო, მოსაკითხად გირეკავდით. ხო, ვერ გავიგონე დრელი იყო ხმებში გაშლილი. საპანას რემონტი აქვს თავის საძინებელში, ჩემს სახლში. გილოცავ მართლა სეზონის გოლით დაწყებას. ო, სამადლობელი გითხარი. ცადობ ლიონის წარმატებაში ჩემი წვლილი გოლები შევიტანო კარში. აბა მომიმოთხრობეთ როგორ შეერწყმეთ მეც. რა ვიცი, ყველამ კარგად მივიღო შენი დამსახურებით. ო, კარგი ახლა წითელი კოჭივით გავხდი რომ შემაქე და შემადიდე. აბუ რა შვება, დებიუტანტი არ იყო წინა თამაშში. ხო, წინაზე არ იყო, იმედი ახლა სამივე ვიქნებით მოედანზე. ხო, აბუ მეცის ღირსია. სამივე მინდორზე ბალაღ-ბულაღში იმდენი უნდა ვიყოთ, ბურთი რო აგდო გიორგის უნდა დავარდეს თავზე. ისე როგორი გრძნობაა ძველგუნდს რომ ეთამაშები. ო, ძალიან მიყვარს მეცი, მაგრამ მოგების დალევა მინდა. თუ მოგება წყურია. ო, მწყურია. მიყვარს წყალი. წიტა, რამე ხوار გჭირდებათ იქა ლხინიაკა ლიონში. არა ჟორჟ, მადლობა ძმა ხარ. თუ რამე თქვენი სახელი და ჩემი გვარი ახსენეთ. გაიხარე ძმა. ისე ბლომად მოვიყარეთ ქართველებმა ლიგა 1-ში თავი. ო, ლიგა 1-ო ქართველების გადმოსახედო. ხომართლა თამაშის მერე სადმე პურის გულით გეპატიჟებით. მადლობა ჟორჟ, ვეტყვი აბუს და მოსხდეთ სადმე. ო, პასუხი გამაგებინეთ და კარგი გამგონი ვიქნები. კი, გაგაგებინებთ. კარგი წავედი ვარჯიში გვეწყება და თამაშზე გნახავთ. ო, დროებით თამაშის მერე მაისურების ბარტერი გავაკეთოთ. კი, აუცილებლად, აბა დროებით. ო, კარგად და თუ რამე დაგჭირდეთ, დამირეკეთ. თქვენ გაქვთ ყურმილის უფლება. ლიგა 1-ის მეორე ტურში ქართული დერბი ლევ მასპინძელო გაიმართება, სადაც მიქაუტაძის ლიონი ახლა უკვე ჟორჟ აბუაშვილის და ჟორჟ წიტაიშვილის მეცს უმასპინძლებს. გიორგი მიქაუტაძე თავის ყოფილ გუნდს მეცს ეთამაშება, სადაც ასევე ორი გიორგი წიტაიშვილი და აბუაშვილი თამაშობენ. ამ ფაქტის გამო მეცში ალბათ ფიქრობენ, რომ საქართველოში ყველას გიორგი ჰქვია. პირველ ტურში ჟორჟმა გოლი შეაგდო და ლიონმა მოიგო. წიტაიშვილმა მეცის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აბუაშვილი მთავარმა მწვრთნელმა არ ათამაშა. ამიტომ მეცის Facebook ადმინს მინდა მივმართო. მთავარ მწვრთნელს გადაეცი, რომ აბუაშვილის დებიუტი დააჩქაროს, თორემ საქართველოში მალე შვებულებები მთავრდება და შემოვალთ Facebook-ს. ლაკაზეტის გუნდიდან წასვლის შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძე ლიონის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მეტი სათამაშო დრო აქვს. პირველ ტაიმში ცოტა საჯმაც დაუმატა და სწორედ მაგ დამატებულ დროში ლანს გამარჯვების გოლიც გაუტანა. შოფერ ჰოფერთან ერთად გეტყვით რა უნდა ვიცოდეთ გუნდებს. ლიონის და მეცის ბოლო 10 ურთიერთდაპირისპირებიდან 6 ლიონმა მოიგო, 2 მეცმა, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ლიგა 1-ში ლიონი თამაშის საშუალოდ 4-ჯერ ურთღამს კარში, მეცი კი 16-ჯერ ჯარიმდება. ლიონი თამაშის საშუალოდ 8 კუთხურს აწვდის, მეცი კი ერთხელ ხდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია ჟორჟ მიქაუტაძის გოლი. როგორც პირველმა თამაშმა გვაჩვენა, შესანიშნავ ფორმაშია ჟორჟი, გუნდის ლიდერია. და მგონია რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ გუნდს ეთამაშება და თავის სენტიმენტები ექნება, ვფიქრობ რომ გოლს გაიტანს, უბრალოდ არ აღნიშნავს. ჩემი პროგნოზია ლიონის კუთხურების მეტი. პირველ ტურში ლიონმა ლანსთან აქტიურად გამოიყენა ფლანგები და 8 კუთხური მოუწოდა მეტოქეს. ფიქრობ ამ ეტაპზე ლიონი გაცილებით უკეთესი გუნდია ვიდრე მეცი, ბევრ შეუტევს, ისევ აქტიურად გამოიყენებს ფლანგებს, რასაც ლოგიკურად ლიონის მხრიდან უნდა მოყვეს მეტი კუთხე.